ციხე, დახურული დაწესებულება, დაპირისპირება სამართალთან და ბრძოლა კანონის წინააღმდეგ. 4 წელნახევარი ვიჯექი. ადგილი, სადაც ადამიანები მარტო რჩებიან. მოგონებით სათქმო უნდა მძიმეა. გისოსებს მიღმა გატარებული წლები და თვითგამოხატვის ერთადერთი საშუალება სვირინგი. აქ ყველა ტატუს თავის მნიშვნელობა აქვს, ყველა ნიშანს კი თავის ისტორია. იწეცებენ ესე ტატუს ხელებზე ძირითადად ეს გამოსაჩენ ადგილზე ვინმე რომ დაინახოს. აი ესეთი ლათინური ასოების სერ თავისუფლება ეს 64-ია. სოს როზერმა წამოწეს თავისუფლება. სევეჟეპე სიცოცხლე ქურდებს, სიკვდილი პროკურორებს. ფანჯი მიმანიშნებელია იმის რომ ეს პიროვნება საპატიმროში ნამყოფი. ობობა ძალიან გავრცელებული ის მიმანიშნებელი რომ ეს პიროვნება ცხოვრობს მარტო მოპარვით. პატიმრის სხეულზე ამოსვირინგებულ გამოსახულებაში მთელი ცხოვრება იკითხება. დღეს ჩვენ არასრულწლოვან პატიმრებზე გიამბობთ, რომლებიც სტატუს საკანში, საკუთარი ხელით, კუსტარული გზით იკეთებენ. სწორედ იმ ნივთებით, რომელიც ციხეში ადვილად ხვდება. ბიჭო, რა უნდა დავიხატო? რავი, ბეში დამახატე რა. ასეთ პირობებში ტატუს გაკეთებას ზოგჯერ რამდენიმე დღე, ხშირად კი თვეებიც სჭირდება. სანიტარული ნორმების დაცვაზე აქ არავინ ფიქრობს. მთავარი სტატუსია, რომელსაც ტატუ პატიმარს ანიჭებს. როცა შედიან არის ადაპტაციის მექანიზმს წარმოადგენს სტატუს გაკეთება, რომ იმ გარემოში მოვერგონ, გარიყულებათ არ იყო იმ გარემოსგან. მოშორების ტენდენციაზე რო ვისაუბროთ, ამით ასე ვთქვათ, ახალი ცხოვრების დაწყებას ვურთ, კრიმინალური აზროვნებისაგან განთავისუფლებას ვურთ ამ ადამიანებს. იმიტომ რომ იქ ადაპტაციის მექანიზმი იყო, მაგრამ აქ გამოდიან ხვდებიან, რომ ეს თემა უკვე სტიგმატიზირებული არის. გადაპატიმრობა, პატიმრობაში ყოფნა, ასევე ეგრეთ წოდებული ქურდული მენტალიტეტი. ჩვენს გმირს პირობითად გიორგი დავარქვით. ის არასრულწლოვანთა კოლონიაში 15 წლის ასაკში მოხვდა. წლებთან ერთად მის სხეულს სვირინგები ემატებოდა. ციხიდან 12 ტატუთი გამოვიდა. დღეს მისთვის თითეული სვირინგი დაღია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემებს უქმნის. გავიკეთე ტატუ ანაკოლკა. დედა დავიწერე. 5 წერტილი გავიკეთე. ჯვარი გავიკეთე. და მამა ჩემი სახელი და გვარი დავიწერე მხარს. ზაფხულში ვერ დავდივარ ხოლმე მოკლკლავიანი მაიკით, ანუ გინძღვაზე სულ თავის პოლიციელები გაჩერებენ, გეკითხებიან, ასამართლევი ხარო, არა ხარო და ხვდებიან, რომ უკვე ხარ ნაცი ხარ. ასევე სამსახურიდანაც არის პრობლემები. გიორგის მსგავსად ტატუს მოშორება სხვა არასრულწლოვან პატიმრებსაც სურთ. ორი სიმბოლური ტატუ გავიკეთე ხელებზე. რო გამოვედი, მითხრეში გამაშემატყობინეს ამ პროგრამის შესახებ იუსტიცია რომ აფინანსებს. გამიხარდა ძალიან, ჩემი ერთადერთი ოცნება ეს იყო მომაშორებინა იქაურ ტატუები. ტატუების მოშორება ხელს მიწყობს იმაში, რომ დავივიწყო ბოლომდე ის შეცდომებიც, ძიმე დროც და ყველაფერი ერთად. არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრებისთვის ტატუირების მოცილების ინიციატივით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრმა UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი სისრულეში მოიყვანა და ყოფილ პატიმრებს სტიგმის მოცილების, წარსულის დავიწყების და ცხოვრების ახლიდან დაწყების საშუალება მისცა. იდეის ავტორი არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2013 წლის იანვარს ის ესტუმრა სარეაბილიტაციო დაწესებულებას არასრულწლოვანთა 11-ს და თქო თვალში მოხვდა ის გარემოება, რომ ეს ბავშვები ხელებს ზურგს უკან მალავდნენ და ერთ-ერთს კითხა მიზეზი და უთხრეს, რომ ჩვენია ჩვენი ტატუს გამოჩენა, ზოგიერთი რაღაც სიმბოლური დატვირთვის მატარებელიც იყო და კითხა, რომ ხო არა გაქვს სურვილი, რომ ეს მოგაშორო, უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი და ყველა ნანობდა 61 არასრულწლოვანია ჩართული, 35-მა მათგანმა სრულად მოიშორა. 26 აგზელებს პროცედურებს. სტატუს მოშორება ემსახურება იმას, რომ ეს ბავშვები უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებული საზოგადოებაში და არ მოხდეს საზოგადოების მხრიდან მათი სტიგმატიზება ამ ტატუების გამო. ამას ემსახურება ჩვენი თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან, რაც ძალიან კარგი ფაქტია.
სვირინგის გაკეთებაზე მტკივნეული მისი მოშორება აღმოჩნდა, თუმცა წარსულის დავიწყების სურვილი იმდენად დიდია, რომ ადვილად ითმენენ. ეს არის სპეციალური ლაზერული სისტემა QX-Max ლაზერი, რომლის საშუალებითაც ხდება სვირინგების მოშორება. ერთჯერადი არ არის პროცედურა, ტარდება დაახლოებით 2-დან 10 პროცედურამდე. ეს დამოკიდებულია თუ რამდენად ღრმად არის პიგმენტი შეყვანილი კანქვეშ. ასევე ამაზე არის დამოკიდებული შედეგიც. შესაძლებელია გაქრეს უყვალოდ, ანუ 100%, შეიძლება მივიღოთ მინიმუმ 80% შედეგი. სვირინგებთან ერთად წარსული მოიშორეს. ამბობენ, რომ ეს წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სამომავლოდ ახალი ეტაპი, სამუშაოს დაწყება, განათლების მიღება, საზოგადოებაში ინტეგრაცია და სრულიად ახალი ცხოვრება ელით.